კახა წერეთელი ადვოკატი გვერდდება პირდაპირ ეთერში მზიამაღლობელის ინტერესებს იცავს ასევე ბატონ კახა მოგესალმებით მადლობა რომ გვერდთვებით პირდაპირ ეთერში თუ აქვს ბერკეტი ხელთ მოსამართლე სახელაშვილს იმისათვის რომ მან რაღაცნაირად შეცვალოს ეს ბრალი გადააკვალიფიციროს და შეამსუბუქოს წარდგენილი ბრალდება რომელიც აქვს მზიამაღლობელს საკანონმდებლო კუთხით მოსამართლეს რა თქმა უნდა ყველანაირი ბერკეტი გააჩნია და არა მხოლოდ ბერკეტი, მას გააჩნია ვალდებულება, რომ დაადგინოს კანონიერი განაჩენი, რა თქმა უნდა, მის თავად. კი ბატონო და დიახ, მოლოდინები როგორია, მაინც რა აჩვენა გუშინდელმა სხდომამ თქვენი აზრით, რა ტიპის გადაწყვეტილება შესაძლოა ვიხილოთ ჩვენ სინდისის პატიმრების ბოლოდროინდელ საქმეებს თუ გადავხედავთ, მაგალითად გიორგი ახობაძის პროცესს და სხვა პირების პროცესაც, მაგალითად საბას ხვიტარეძეს გადაუკვალიფიცირეს ბრალი, რა ტიპის ქმედება უნდა ვიხილოთ ჩვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მხრიდან? არასერიოზული იქნება ჩემგან იმის წინასწარ თქმა რა სახის გადაწყვეტილება იქნება. მე შემიძლია გითხრათ რა სახის გადაწყვეტილება უნდა იყოს სიმტკიცებულების საფუძველზე, რაც სასამართლომ განიხილა. გუშინ ძალიან დეტალური ანალიზი და ამისა და ყველა გარემოება, ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ მზიამაღლობელს დანაშაული არ ჩაუდენ. შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილება იქნება მისი გამომართლებელი განაჩენი და ჩვენ ვჯერა რომ ეს ხდება სასამართლოში თუ სხვა სასამართლოში თუ რაღაც ეტაპზე აუცილებლად დასრულდება ზიას საქმე მისი გამართლებით. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, რაზეც აქცენტი გააკეთა გუშინ ბრალდების მხარემ, ეს რას გულისხმობს თუ არა იმას რომ ზიამ უნდა აღიაროს ეს წარდგენილი ბრალდება, რომელიც ითვალისწინებს 7 წლამდე პატიმრობას. საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი ახალი არ არის, უბრალოდ პროკურატურამ გაასაჯაროვა ეს თავის დასკვნით სიტყვაში. ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ ბრალის აღიარებით საპროცესო შეთანხმებას. გუშინ საზოგადოებისთვის მოსასმენად, ასე ვთქვათ, ადვოკატებმა დაუსვით კიდევაც კითხვა პროკურატურის წარმომადგენლებს, როდესაც კვლავ გაჟღერდა საპროცესო საკითხი, გულისხმობს თუ არა ეს აღიარებას. რა თქმა უნდა გულისხმობს, ეს მათზეც არ არის დამოკიდებული, კანონი ითხოვს აღიარებას. რაც მზიამაღლობელის მხრიდან გამორიცხული ახლა მეც როგორც მის ადვოკატს ბუნებრივია მასთან ამ საკითხზე მქონდა საუბარი და მისგან მივიღეთ კატეგორიული უარი, ვინაიდან ის ვერ აღიარებს იმ დანაშაულს, რაც მას არ ჩაუდენია პოლიციაზე თავდასხმას ვერ აღიარებს ნამდვილად. და მაინტერესებს უშუალოდ გადაწყვეტილება განაჩენი შესაძლოა გაიწელოს დროში და შესაძლოა არ ვიხილოთ ჩვენ განაჩენის გამოცხადება ორშაბათს არის ამის ალბათობა. ჩვენ მოლოდინი გვაქვს იმისა და პროცედურულად უკვე საკითხი იქამდეა მისული რომ დიდი ალბათობით განაჩენი უნდა იყოს, თუმცა შესაძლებელი რა თქმა უნდა ყველაფერი. კი ბატონო, რაც შეეხება ირაკლი დგებუაძეს ამ პროცესში და განსაკუთრებით პოლიტიკურ ფიგურებს რა მდგენელი აქვს ამ საქმეში, რა როლი აქვს მათ ამ საქმეში, განსაკუთრებით ირაკლი კობახიძეს და სხვა რეჟიმის ლიდერებს, რომლებიც მუდმივად საქმის მიმდინარეობისას ფეხდაფეხ მიყვებოდნენ ამ საქმეს და აქცენტს აკეთებდნენ მზიამაღლობელის დანაშაულთან შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით, რა როლი აქვს მათ ამ პროცესში? მაგ ჩემი კომენტარის გარეშეც ნათელია რომ ეს საქმე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მეტად აჟიტირებულია ამ ხრივ ჩვენ მუდმივად გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლების სასამართლო გადაწყვეტილებამდე კომენტარები, რომლებიც ფაქტიურად უბიძგებს სასამართლოსაც გარკვეული გადაწყვეტილებისკენ. რაც შეეხება დაზარალებულის პერსონას, ბუნებრივია ის რომ ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილია ბათუმის პოლიციის უფროსი, რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვინაიდან ჩვენს მიერ გუშინ გაჟღერდა არაერთ სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც აი ზიას ქმედებასთან შედარებით 10 მაგათ ძალადობრივ ფაქტებზე სასამართლომ დააკვალიფიცირა, რომ პოლიციელზე თავდასხმას ადგილი არ ქონია. შესაბამისად ეს ფაქტორები რას გვემბრძანეთ, რა თქმა უნდა, მოქმედებს და მოქმედებს ყოველ უარყოფითად. აი, რა კი ხავს საუბრობთ იმაზე, რომ დაცვის მხარემ სრულად გააბათილა და გააცამტვერა პროკურატურის ეს ბრალდება, რა იგულისხმება ამაში, ჩვენ ბუნებრივია არ ქონდა შესაძლებლობა სრულად გადაღების უпростоრად იქედან მხოლოდ წერილობითი განცხადებები და სიტყვა ვრცელდებოდა ჟურნალისტების მიერ და ამისათვის მადლობა მათ შორის ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებსა და რედაქტორებს. კონკრეტულად რომ გითხრათ ამის შესახებ, კონკრეტულად თქვენ რა ტიპის არგუმენტები წარადგინეთ ბრალდების არგუმენტების წინააღმდეგ?
რამდენი მიმართულებით ჰქონდა ბუნებრივი, აი ძალიან მოკლედ მოგახსენებთ, პროკურატურამ შემოგთავაზა საკმაოდ ვიწრო მიდგომა, რომ აი მზია ხელით შეეხო პოლიციის უფროს და ამით დამთავრდა ყველაფერი. ამოღებული მასალაც მათი მხრიდან ეს იყო მეგონი 40 წამი სრულად. ჩვენ დავანახეთ ფართო სურათი, რა ხდებოდა იმ დღეს, რამ გამოიწვია მზიას ქმედება და ასევე რა უკანონო ქმედებები იყო განხორციელებული მზიასთან და სხვა მიტინგეებთან მიმართებაში. ასევე დავანახეთ ცალმხრივობა გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებისა, ვისაუბრეთ იმაზე, რომ მზიას არც კი გასაუბრებია, მისი ჩვენებაც კი არ მიუღია ამ თვეების განმავლობაში, გარდა პოლიციელებისა სხვა მოწმე არ მოიძებნა, ასევე საერთოდ გამქრალი იყო პოლიციის შენობაში ყველა ვიდეო კამერა. ასევე ვისაუბრეთ პოლიციელების ჩვენებებს შორის წინააღმდეგობებზე, ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ დაცვის მტკიცებულებები მოსამართლე მეტრეველმა წინა სასამართლოს ხდომაზე ფაქტიურად დაუსაბუთებლად ამოიღო საქმიდან და სადა ჩვენი განიარაღება, თუმცა ნაკლებად გამოვიდა. ეს შედეგიდან გამომდინარე, მოკლედ ეს ყველა დეტალი და კიდევ სხვა უამრავი დეტალი, რაც შორს წაგვიყვანს გუშინ საათობით ვისაუბრეთ ამ საკითხებზე, ჩვენ გუშინ სრულად წარმოვიდგინეთ. კი ბატონო და რაც შეეხება თავად ამ საქმის პერსპექტივას ევროპულ სასამართლოში, თქვენი აზრით რა გაგრძელება შესაძლოა გქონდეს ამ საქმეს ევროპულ სასამართლოში? ჩვენ უკვე ნაწილობრივი მიმართული გვაქვს, რის საშუალებაც ჰქონდა აქამდე ადამიანსულება და ევროპულ სასამართლოსათვის და მიღებულია წარმოებაში ეს სწორედ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხოლო რაც შეეხება პერსპექტივას, მე თქვენ მოგახსენეთ და კიდევ გავიმეორებ. ჩვენ ღრმად ვჯერა, რომ ადრე თუ გვიან ჩვენ სამართლებრივ სივრცეში თუ სხვა სამართლებრივ სივრცეში ეს საქმე დასრულდება მზია ამაღლობელის გამართლებით. კი ბატონო, დიდი მადლობა პირდაპირ ჩართვისთვის. ვესაუბრებოდით ადვოკატ კახა წერეთელს, ის ერთ-ერთია, ვინც იცავს მზია ამაღლობელის ინტერესებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში.